რა თქმა უნდა, ნანახი ჯობია და დარწმუნებული ვარ ის, რასაც ახლა აქ იხილავთ. თქვენი მეხსიერებიდან არ მოიშლება. შეხედეთ კვერცხი. ყველაზე საზარელი, ყველაზე წებოვანი და ყველაზე სასტიკი დაბინძურება. თუმცა ეს საკმარისი არ არის, დავამატოთ ამას ყავა. კიდევ უფრო მეტად გავართულოთ საქმე და დავამატოთ რამდენიმე კოვზი მაწონი. მოკლედ ძალიან გემრიელი ნამცხვარი უნდა გამოვაცხო. თუმცა რა თქმა უნდა ეს ნამცხვრის ცხობას თავისთავად არ გავს, მოდი არც ამას დავჯერდეთ და ცოტაოდენი სოუსის წვენიც მოვასხათ. და იცი რაში დაგჭირდეს. მოკლედ საბოლოო ჯამში ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, თქვენ ხედავთ ახლა ჩემს ჯადოსნურ მოპს და ალბათ ყველას გაინტერესებთ. აი ამ საზიზღრობას, რომელსაც ვერც ერთი მოპი, რაც კი იყიდება საქართველოს საბაზრო სივრცეში, ვერ გაუმკლავდება და ვერ მოერევა. ვნახოთ აი ეს ჯადოსნური მოპი, რომელზეც ლეგენდები დადის, რომელზეც ვამბობთ, რომ ამაზე უკეთესი არ არსებობსო, შეძლებს თუ არა და აი ამ საშინელებას ერთი დასველებული ტილოთი აიღებს და შეიწოვს თუ გადაზილავს და გადატყლიზნის აქეთ იქით. მოკლედ რა თქმა უნდა მე პირობას გაძლევთ რომ ჩემი მოპი ჩემს იმედებს გაამართლებს, თუმცა როგორც ამბობენ ნანახს ნათქვამს ნანახი ჯობიაო, ყოველგვარი მიჭრა მოჭრის გარეშე კარგად დააკვირდით რა მოხდება ახლა აქ. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ჩვეულებრივ ტილოს ეს არ შეუძლია და ტყუილად თქვენი მოპებით ეს არ სცადოთ. არც იმ პირსახოცებს ჩვენს მამაპაპის დროს რომ დაგვიძველდებოდა დავასველებდით და შემდეგ იატაკის ტილოთ რომ ვიყენებდით ხოლმე. კი ბატონო, ეს მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ჯადოსნურ მოპს შეუძლია, რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჯადოსნურია. ალბათ ისიც გაინტერესებთ ფასი რა ღირსო. ფასი ძვირფასებო 188 ლარია. თუმცა დამერწმუნებით ალბათ რომ 188 ლარი კი არა, ბევრად მეტი უნდა ღირდეს. თუმცა ჯერ როგორ დამერწმუნებით, ჯერ ხომ არ გინახიათ რას უზავს აი ამ საშინელებას. რაც უფრო მეტად გაუსვამთ და გამოუსვამთ აი ამ ჩვენს ნანოტექნოლოგიურ იაპონურ მოპს შეუძლია ხახუნის ძალის მექანიზმის საშუალებით და მეთოდით უფრო და უფრო მეტი რაოდენობის ჭოჭყი შეიწოვს და ყველაზე მაგარი რა არის, იცით რომ არასოდეს არ გაგიცრუებთ იმედს და დარწმუნებული უნდა იყოთ იმაშიც რომ ნებისმიერ სანაძლეოს მოიგებთ. დამიჯერეთ რომ არც ერთ მოპს ის არ შეუძლია, რაც შეუძლია აი ამ ჩვენს დიახ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯადოსნურ მოპს. კი ბატონო, არ მოგესმათ. ჯადოსნურ მოპს. საკუთარ თვალებს მიჭირს დაუჯერო, იმიტომ რომ საშინელება რაც აი ამ იატაკს დავმართე, უბრალოდ გაქრა მეგობრებო და მე მგონი თქვენც ამ ყველაფერს უკვე საკუთარი თვალით ხედავთ. ყველაზე მაგარი რა არის იცი, რაც უფრო მეტჯერ გაუსვამთ და გამოუსვამთ მოპს, ხახუნის ძალის პრინციპით და მექანიზმით მას უფრო და უფრო მეტის შეწოვის უნარი აქვს. ეხლა აი ამას შეხედეთ უბრალოდ და მერე მითხარით რომელ მოპს ან რომელ თქვენს სახში არსებულ დასველებულ პირსახოთს შეუძლია აი ეს საშინელება აი ასე აიღოს ხალხო, ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. აი მართლა ღმერთო შოკია ჩვეულებრივი εν რაოდენობით სასტიკი რაოდენობით სიბინძური აიღო, მაგრამ ყველაზე მთავარი ის კი არ არის რომ აი ეს საშინელება ამან აიღო. ყველაზე მთავარი რა არის იცი რომ აი ამ საშინლად ბინძურ ტილოს მე რომ ეხლა აქეთ იქით გადავუსვამ, იმასაც კი გააპრიალებს. თათული შეიძლება რომ ისაუბრო და არაჩხაკუნო ეგ? მადლობთ. არ ვჭრი ვიდეოს და ამიტომ დიალოგსაც თან დავურთავ. ამას შეხედეთ ხალხო. ამას შეხედეთ რას გავს. მოკლედ, ტილოს არ სჭირდება 3-ჯერ, 10-ჯერ და 20-ჯერ გარეცხვა იმისათვის, რომ აი ეს საშინელებები გააპრიალოს. ეს ახლა ამისთვის ძალიან ცოტა, იმიტომ რომ 10 ლიტრი სიბინძურის შეწოვა შეუძლია საკუთარ თავში 100 კვადრატულ მეტრ იატაკს ნებისმიერი ზედაპირით იქნება ეს მეტლახი, კაფელი, ლამინატი, ხის პარკეტი, მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერს აპრიალებს. მარტო სახში კი არა, სასტუმროებში, კვების ობიექტებში, რესტორნებში, რასაც მე ვუყურებ და ხალხი იტანჯება იქ იატაკების წმინდაზე და ყველაზე საშინელება რა იცი, აყროლებული სუნი რო უდის მე იატაკს ამ საშინლად აკოთებული ტილოებით. ხალხო, ტილოს 2 წელი სუნი არაუა და მარტო ტილოსგანა არაუა სუნი. აი იატაკსაც კი, რომელსაც კვერცხის
სუნი უნდა კონდეს წესით ძალიან დიდი რაოდენობით. აი ამ კვერცხის სუნსაც კი აცილებს. აი შეხედეთ მეგობრებო, შეხედეთ უბრალოდ და დარწმუნდით იმაში, რა შეუძლია აი ამ საოცარ მოპს. ამას უყურეთ. ამას უყურეთ. აი, არ ვიცი, მარტო მე ვხედავ ახლა, რომ აი აქ საოცრება ხდება და რომ ჭუჭყიან ტილოს უსვამ და ზოლს არტოვებს და ბუწუts არტოვებს და ჭუჭხს არტოვებს და არაფერს და არ ზილავს ერთმანეთში, ამას შეხედეთ. აი ეს არის ხარისხი, ეს არის სასწაულმოქმედი, ეს არის ის, რასაც რომ ყიდულობენ ადამიანები, მადლობებს წერენ, გლოცავენ. ხალხო, ეს მოპი, ეს ტილო 2 წელიწადია არ გამომიცვლია, 2 წელზე მეტია და ნახეთ როგორ მუშაობს. ამას შეხედეთ. აქ რეები ხდებოდა და რეები ექციათ. ამას უყურეთ ახლა. რაც უფრო მეტჯერ მიუსმევ და მოვუსმევ აი ამ იატაკს. მით უფრო მეტად შეიწევს და საბოლოო ჯამში საერთოდ ქრება ის ჭუჭყი, რომელიც ზედ იყო ტილოზე. ნუ არ ვიცი, მართლა საოცრებაა, მართლა სასწაულია და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ის, რომ ჩვენ იდეალურად სუფთა იატაკები გვაქვს სახში, ეს ძალიან დიდ წვალებად გვიჯდება ნებისმიერი მოპის შემთხვევაში. მართლაც ერთადერთი მოპი, რომელსაც შეუძლია რომ იდეალურად გააპრიალოს თქვენი ზედაპირები და თან დაისვენოთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ერთი ტილოთი, ერთი დასვენებით მთელი სახლი გაწმინდოთ და იატაკი იყოს სუფთა, პრიალა, მოვლილი, ბზინვარე და რა ვიცი, ყველაფერი ერთად ეს მხოლოდ ჩვენს მოპს შეუძლია და კი ბატონო, მართალი ხართ 188 ლარი კი არა, არ ვიცი, ალბათ 1000 ლარი მაინც უნდა ღირდეს. იმდენად დაისვენებთ ამ მოპის შეძენის დროს, ეს არის ჩვენი კომფორტი, ეს არის ნამდვილი სისუფთავე, ეს არის უახლესი ტექნოლოგია, ეს არის იაპონელების ნააზრევი და ამაზე მაგარი რამე მე უბრალოდ სამყაროში არ მეგულება. სახლშიც, კვების ობიექტებშიც, რესტორნებშიც, სასტუმროებშიც, ყველგან სადაც იატაკი იწმინდება, მოკლედ ეს მოპი უნდა იყოს. კონსტრუქციას რაც შეეხება, ტანკით რო გადაუვაროთ, ვერაფერს ვერ უზავთ. გერმანიაში დამზადებული კონსტრუქციაა და არის ზეხარისხის. მოკლედ იმდენი დადებითი თვისება აქვს, რომ მართლა სასაცილოა ამ მოპში 188 ლარი. როგორი რეცხება? გნებავთ სარიცხის მანქანაში, გნებავთ ონკანის ქვეშ. თუმცა, ერთადერთი რაც აუცილებლად უნდა დაიცვათ, ეს არის ის, რომ არანაირი ქიმიური სარიცხის საშუალება მასზე არ უნდა გამოიყენოთ. ანუ, თუ სარიცხის მანქანაში გარეცხავთ, მაშინ ჩვენივე სარიცხი ფირფიტები დაგჭირდებათ, 29 ლარი ღირს 38 ცალია შიგნით და მინიმუმ 38-40 გარეცხვა გეყოფათ, ხოლო თუ ონკანის ქვეშ ხელით გარეცხავთ, მაშინ ჩვენივე ნატურალური საპნით უნდა გარეცხოთ. არაფრის ჩასხმა შიგნით არ სჭირდება, ყველანაირი იატაკის ზედაპირს იდეალურად აპრიალებს ნებისმიერ ზედაპირს, ნოხებსაც და ხალიჩებსაც კი. მოყვება 2 ტილო, ორივე ტილოს აქვს ორივე მხრიდან გამოყენების საშუალება და გამოიყენება როგორც 4 ზედაპირი. მე ახლა ჯერ ეს მხარე გადაუსვი, მე რო ახლა ეს ტილო ამოვაბრუნო და შემდეგ გადაუსვა უკვე ამობრუნებული მხრიდან, აქ სულ პრიალი და ბრდღვიალი იქნება. ანუ ლამინირებას უკეთებს, აი ლამინაციასავით ესეთ ბზინვარებას მატებს უკვე მეორე მხარე. მოკლედ ძალიან მაგარი რამეა ხალხო და შესაძენად კი იცით რა უნდა ქნათ, უბრალოდ უნდა მოგწეროთ. ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც უკვე გაქვთ ეს მოპი, გილოცავთ თქვენ საუკეთესო შენაძენი უკვე გააკეთეთ.